კინგსელებო, მოგესალმებით და გილოცავთ კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონის დაწყებას. კინგსი გაზაფხულის სეზონს ინგლისური ენის ოლიმპიადით ხსნის. გთავაზობთ ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების მიმოხილვას. მოდით გავიხილოთ მეოთხე კლასის ტესტი. ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან. პირველ სავარჯიშოში მოცემულია ილუსტრაციები. მონაწილემ ჩამოთვლისაგან უნდა აირჩიოს სურათის შესაბამისი მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა. Match the words with the pictures. What is he doing? A. Reading. B. Writing. C. Cooking. ეს სავარჯიშო 30 ქულიანია და 10 საკითხისგან შედგება. მეორე სავარჯიშოში მოცემულ სიტყვას მონაწილემ ჩამოთვლისაგან უნდა შეუსაბამოს სწორი ვარიანტი. მაგალითად, მოცემულია chai, which word is correct? A, B or C? A. Tea. B. Grass. C. Ball. ეს სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია. მესამე დავალებაში მონაწილემ უნდა შეარჩიოს ქართული სიტყვების სწორი ინგლისური თარგმანი. Match A, B or C with the Georgian translation. მაგალითად, მოცემულია 15 დღე. A. 15 days. B. 50 days. C. 5th day. ამ სავარჯიშოში 10 საკითხია და ის 30 ქულიანია. მეოთხე დავალება წინადადებების შევსებას ეხება. Choose the word A, B or C that best completes the sentences. მაგალითად, მოცემულია boys, football. A. Love. B. Loves. C. Loving. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. ტესტთან ახლავს ბონუს დავალება, რომელიც მონაწილეს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ბონუს ქულები. ბონუს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ეს დავალება სიტყვაში გამოტოვებული ადგილების სწორად შევსებას ეხება. იმედია ჩვენი მიმოხილვა დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ ოლიმპიადისთვის და გადახვიდეთ მომდევნო ტურში. ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენი წარმატება საზღვრებს გარეშეა.